გასული წლის ნოემბერში, გასული წლის დეკემბერში, მიმდინარე წლის იანვარში, მიმდინარე წლის თებერვალში მოკლედ, როდესაც ეს ხელისუფლება წოდებული ბანდა აპატიმრებდა პირებს, მას ხელისუფლება წოდებულ ბანდას სულაც არ ეგონა, რომ საკმაოდ რთულ მისთვის საზიანო ნაბიჯს დგამდა მას ხელისუფლება წოდებულ ბანდას არ ეგონა, რომ ეს პირები 50, 55, 60 სინდისის პატიმარი, სინდისის 60 პატიმარი გამოხდებოდა ხანი და იქნებოდა უდრეკი. და გამოხდებოდა ხანი და ისინი წარმოაჩენენ თითოეული მათგანი წარმოქმნიდა, შექმნიდა სურათ ხატს, სახეს ნამდვილი ღირსეული ქართველი საქართველოს ნამდვილი მოქალაქისა, რომელიც უდრეკია და რომელიც არას დიდებით არ ნებდება. არ ვიცი, როდის უხეშად მაისში, ივნისში, როდესაც ხელისუფლებას წოდებულმა ბანდამ გამომძიებელი თუ პროკურორი შეუგზავნა საპატიმროში ერთს, მეორეს, მესამეს სახერებს არ აქვს მნიშვნელობა, თუმცა შეგვიძლია ცხადია დავასახელოთ, ხო? და შესთავაზა რაღაც გარიგება, მორიგება, შერიგება, ბრურიგება. ახეთ როგორი სიტყვა ვიფიქრე, ბრურიგება, როცა შესთავაზა, არც ერთმა, არც მეორემ და არც 55-მ ეს ბრურიგება, შერიგება, მორიგება, გარიგება არ მიიღეს. აი აქ ხელისუფლება წოდებულ ბანდას პირველად შეეპარა ეჭვი, ხომ არ შევცდით. ჩვენ ხომ გვეგონა რომ ეს დაპატიმრებულები, რომლებიც ეს რენდა მიყვნენ ამორჩეულები, ხო? ანუ არ იყო მაინც და მაინც მიმართულიო სწორედ ან რო უნდა დაეჭირათ, თუ სწორედ ონისე უნდა დაეჭირათ, ხო? ამათ მათ ჩათვალეს, რომ აი ეს ამოვკრებთ და დავიჭერთო. ეს დაპატიმრებულები თურმე ერთმანეთზე, ერთი მეორეზე უკეთესნი და უდრეკნი არიან. ამ ყველაფერს დაემატა მზიას უდრეკობა, ამ ყველაფერს ემატება ზვიადის უდრეკობა, ამ ყველაფერს ემატება პოლიტიკოსი პატიმრების უდრეკობა და ხელისუფლება ხვდება, რომ მიხვდა ხელისუფლება წოდებული ბანდა, რომ მორალური თვალსაზრისით ის მარცხდება. მაგრამ მეორე მხრივ ეხა ვინმე იკითხავს, სადა აქვს მორალი ბიზინა ივანიშვილის დაავადებულ ხელისუფლებას წოდებულ ბანდასო და ამას ვინც კითხულობს, ისიც მართალი იქნება, მორალი როგორც ასეთი არა აქვს, თუმცა ყველა ასე ერთიანად გაფუჭებულია, ყველა ასე ერთიანად შერყვნილია, ყველა ასე ერთიანად უშუბლზე უძარღვოა. მე გეტყვით რომ არ ვიცი მეთქი, კარგით. მეტნაკლებობით ალბათ ყველა ეხა შალვა პაპუაშვილს ზარღვი არ აქვს, ეს ხომ ფაქტია. ირაკლი კობახიძის, მაგრამ აი ვინმე შეიძლება თქვას, რომ აი რა მათ ბანდის წევრებიდან შეიძლება თქვას, რომ პრინციპში ხომ არ შევცდით ემანდ. ამოხდა ხანი, ერთადერთი გზა აღარჩებოდა ხელისუფლება წოდებულ ბანდას, რომ თან ყაველაშვილის როლი წამოეწია როგორღაც და თან ეთქვა, რომ ამათთვის, რომ მიმართეთ ამ ყაველაშვილს და ყაველაშვილი იქნება ხელგაშლილი გულმოწყალე, ყაველაშვილი იქნება პრეზიდენტი, ყაველაშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას თქვენი შეწყალების თაობაზე და როგორც ერთმა ისე მეორემ ისე მესამემ, მე-17-ემ, მე-19-ემ, 23-ემ და 55-ემ უკლებრივ ყველამ თქვა, რომ ჩვენ არ გვინდა ყაველაშვილის შესაწყალებელი, იქით საწყალი ყაველაშვილისა, არც არაფერი გვაქვს. და უკვე გუშინ გამოჩნდა ეს ქარდები, სიტყვები დატანილი ამ ქარდებზე ერთისა, მეორისა, ანდრო, ონისე, სხვები და მე ამ Facebook-ზე სხვა იტაცებ ხოლმე და ვისაც არ დაეზარა, კარგი გაგებით ლაპარაკობ, ყველამ გადააზიარა ეს სიტყვები ამა თუ იმ სინდისის პატიმარისა და ასეც მოხდა. ყაველაშვილის წყალობა არც არავინ მიიღო, არც არავის უნდა. აქვს თუ არა მიხეილ ყაველაშვილს ეგრეთ წოდებული შეწყალების აქტის გამოცემის შესაძლებლობა უფლება? ხო, თხოვნის გარეშე იგულისხმება. აქვს, გაგიკვირდება და ამიტომ მე სულაც არ გამოვრიცხავ, რომ მიხეილ ყაველაშვილმა როგორც აწერს ხელს, მე არ ვიცი, დაწეროს მე ვიწყალებ ანდრო ჭიჭინაძეს, მე ვიწყალებ ონისე ცხათაძეს, მე ვიწყალებ და ციხის კარი იქნება ღია. გამოვლენ ბიჭები, ხო, ამოვლენ. მაგრამ ამბავის ის არის, რომ ესე რომ გააკეთოს მიხეილ ყაველაშვილმა, სულ ასე იქნება, რომ არავის არ მიუმართავს თხოვნით შეწყალების თაობაზე. არავის არ მიუმართავს თხოვნით შეწყალების თაობაზე. ვიმეორებ, არავის მიუმართავს თხოვნით შეწყალების თაობაზე de facto თვითაღიარებული ბიზინა ივანიშვილმა რო პრეზიდენტად დაგვისვა იმ პირისთვის. ასეთი ამბავია. ახლა ამ ყველაფერს არ ვიტყოდი, რომ არა ერთი ამბავი დღეს მათ შორის ანდრო ჭიჭინაძის დაბადების დღეა.
და მისი დედა ულოცავს შვილს ასე ესე მიმართავს გილოცავს შვილო და ასე შემდეგ და იქ არის ერთი წინადადება ჩაწერილი ჩემი მეგობარია ანდრო მე პატივისცემას უდასტურებს ხადია ანდროსაც და მის მშობელსაც მაგრამ დამატებით კიდე ერთ რამეს ვიტყვი იმეგობრეთ შვილებთან და ერთი თვისანი რო არიან იმ ბავშვებთანაც იმეგობრეთ და 20 წლის 29 წლის გახდა ანდრო 39 წლისანი რო არიან მეგობრობა ძალიან მნიშვნელოვანია მით უფრო კრიზისულ ვითარებაში შვილებისათვის არც ერთი ძმაკაცი ძალიან ბევრი ძმაკაცი ეყოლება ანდროს ხადია ხო რაღაც იქ სადაც დასში საერთოდ სამეგობრო იქნება დიდი და ფართო და ასე შემდეგ მაგრამ აი მშობლის ურთიერთობა და მშობლის ძმაკაცობა ხო მშობლის მეგობრობა შვილებთან კიდე უფრო დამატებით კიდე უფრო მეტად მნიშვნელოვანია იმეგობრეთ შვილებთან და მე რასაც ვატყობ არა მხოლოდ ანდროს მშობელი ემეგობრება საკუთარ შვილს არამედ ემეგობრებიან სხვების მშობლებიც და ეს კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ფრიად საინტერესო კი არა ფრიად მისასალმებელია და ასე შემდეგ ხო ეს ძალიან კარგი ეხლა მე ამ ფონზე მინდა ყურადღება გავამახვილა იმის გათვალისწინებით რომ სინდისის 55 დაახლოებით პატიმარი არ ტყდება მე მინდა ყურადღება გავამახვილო ერთგვარად ბოდიში ამ სიტყვისთვის მაგრამ გატეხილებზე არა გატეხილებზე არა მოკლედ პირებზე რომელებთან მიმართებაში ჩვენ გაგვიტყდა გული გაგვიტყდა არ ვიცი სოციოლოგიური კვლევები თუ გორბისა თუ შიდა პარტიულები რას ლაპარაკობს რამდენი მოქალაქე აპირებს არჩევნებში წასვლას და ასე მაგალითად ლელო ძლიერი საქართველოსთვის ხმის მისცემას მაგრამ სულ რომ მოიგოს ხეთ როგორ უცნაურ სიტყვას ვიტყვი სულ რომ მოიგოს დედაქალაქის ასე მაგალითად მერის არჩევნები ძლიერი საქართველოს წარუმატბგენელმა თუმცა მე კარგად არ მესმის კი არა საერთოდ არ მესმის როგორ და მოიგოს ხო პრაქტიკულად წარმოუდგენელია სულ რომ გაიმარჯოს ამ არჩევნებში და წაღლიტოს კალაძეს თუ ზოგადად ქართულ ოცნებას დედაქალაქის მერის თანამდებობა ესეც კი არ არის და არ შეიძლება იყოს საპირწონე ან ისტორიაში მართლად დარჩენის საფუძველი. აი მართლად რჩებიან პირები, რომლებიც არ გატყდნენ და გაგიკვირდებათ და ძლიერი საქართველოს მაინც მგონია რომ გატყდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ბევრის მსგავსად ეხა დავიწყებ გინება კრიტიკას ძლიერი საქართველოსი და მისი ორი პოლიტპატიმარი ლიდერისა, ხაზარაძისა და ჯაფარიძისა და ახლა როგორც ბევრს აქვს ეს თვისება გადავუვლი და გადმოვუვლი არა, რასაკვირველია არა, ერთსაც და მეორესაც მე ვიცნობ, მაგრამ მათი ნაბიჯი არის პრინციპში მაინც შეცდომად შესაფასებელი და 1-22 რამეს ვიტყვი 4 აგვისტომდე დღეს რა რიცხვია და ჩავხედოთ თუ გნებავთ და ჩავხედავ და დღეს არის 30 ანუ კიდე 4 დღის განმავლობაში 4-5 დღის განმავლობაში ხაზარაძე ჯაფარიძეს აქვთ სრული შესაძლებლობა რობერტ პირონდულ ლიხას უსვამ გადაწყვეტილება მიიღონ არა კი არ დაეკითხონ მაინც და მაინც დანაპარტიელებს არამედ ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღონ და თქვან რომ ჩვენ პრინციპში შევცდით ტექსტს აკითხარით იმასთან დაკავშირებით, ანუ სახის შემანარჩუნებელ ტექსტს და უწერს ნებისმიერი საშუალო დონის პიარშიკი ეგრეთ წოდებული, რომელიც მათ და აწედებს, უხად ხელს მოაწედებს ტექსტზე ამ გვარზე, რომელიც მათ ამ ბაზის და მამუკას სახეს არ დააკარგვინებს, მეთქი ასე ვიტყვი. არ გააკეთებენ ამას სიტყვის ბევრი თქვენგანი და მე გეთანხმებით, რომ ამას არ გააკეთებენ, უბრალოდ თუ მზია გასანთავისუფლებელი როცა იქნება, მაგრამ რასაკვირველი არა 2022 წელს არაბეთ რაღაც რამდენიმე ხანში ის იქნება თავისუფალი ცხადია ან ანდრო ან სხვები და სხვები ხო ივლიან მე თავაწეულნი თელავსა თუ ბათუმსა თუ თბილისსა თუ ქუთაისსა თუ ზუგდიდსა თუ გორსა თუ მცხეთასა თუ საგარეჯოში ხო ამის ქალაქი ხო გამომრჩა ცხადია ბევრი ხო ვამუკას და დადრის ისე როგორც გახარიას რომელიც ეგრა მაგის პასუხია დაითესა როგორც ჩანს ხო ეს თავაწეულობის საფუძველი სულ რომ მოიგოს არჩევნები რომელიმე ქალაქში ძლიერმა საქართველოს მე მგონი რომ არ ექნებათ აი ეს ჯობსახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა ჯობსახელისა მოხვეჭა მუნიციპალიტეტებში გამარჯვებასაც კი ესეც უნდა გაეთვალისწინებინათ როცა ფართო დაზროვნებ
მარტო ოპოზიციური ერთობის მოშლაზეც არ არის საუბარი, ხო? შენ ხო ჩორკნი, შენ ხო ზერწავს საკუთარ სახელსა და გვარს ისტორიაში და ეს მამუკა ბადრისთვის უნდა ყოფილიყო მნიშვნელოვანი. წუხვარ რომ არ არის. კვლავ ვიმეორებ, მე არ მგონია რომ მამუკა ბადრიმ დაიხიოთ უკან და თქვან რომ აი შევცდით და ეხლა დამიწერეთ პიარშიკებო ისეთი ტექსტი, რომელიც მე სახეს შემანარჩუნებინებს, ისინი მიდიან არჩევნებზე და ამიტომაც არიან, მაპატიოთ ასე უნდა თქვა, გარკვეულწილად ანტიპოდები პირებისა, რომლებიც მათთან ერთად სხვა საკნებში უბრალოდ არიან და პოლიტიკოსები სულაც არ არიან, ეგ რა მაგის პასუხია და მე მგონი არ ვიცი ამ ბლოგში თქვი თუ არა, რომ მომავალში ან რო იქნება თუ სხვები და სხვები, ან რო ონის ეს აბა სხვები და სხვები, ხო, ზვიადი, ისინი იქნებიან მომავალი პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები დამოუკიდებლად იმისა, მოინდომებენ თუ არა პოლიტიკაში როგორც ასეთში შესვლას. არა, შეიძლება დარჩეს ერთი თავის პროფესიაში და მეორე თავის პროფესიაში და ალბათ ასეც იქნება, მაგრამ ბევრი კი მათ ჭკუას დაეკითხება და ისინი იქნებიან ერთგვარად ბოდიშის შეხერშლება, მაგრამ მოკარნახეები, ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე მათგანი ხვალზე არ შეცდება, ცხადია შეცდება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე მათგანი ხვალ არ უნდა გავაკრიტიკოთ მათივე საჯარო აქტივობის თუ პოზიციების გამო, რა საკვირველია უნდა გავაკრიტიკოთ, მაგრამ დღის მდგომარეობით ისინი მოდი მაინც ესე ვიტყვი, in general პრინციპში უშეცდომოდ მიდიან. მე არ ვუპირისპირებ, ამასაც ვიტყვი ბარემ, რომ არ ვუპირისპირებ ერთმანეთს, ასე მაგალითად ზვიაც ცეცხლაძესა და ასე მაგალითად ბადრი ჯაფარიძეს. არავითარ შემთხვევაში ეს არ არის ორი ბანაკი, როცა მონსტრი გებრძვის. დაიწყო აბასობაში რუსთავი ორის გამოშვება, როდესაც მონსტრი გებრძვის შენ როგორღაც უნდა უფრო ადაპტირებული იყო და უფრო პრინციპული უნდა იყო. მარტო ადაპტირებულობა და ტაქტიკური სვლების გათვლა და გამოთვლა ალბათ როგორღაც ალბათ არ შველის. ხელისუფლებად წოდებულ ბანდას, ხელისუფლებად წოდებულ ბანდას სასაკვირველია ძლიერ და ფრიად უჭირს რომ ვერ აფერი მოუხერხა ამ 55 და მეტ სინდისის პატიმარს, სინდისის 55 და მეტ პატიმარს, იმიტომ რომ ეგონა რომ მათ გატეხავდა, მაგრამ ვერაფერი მოუხერხა. ეხლა რაც შეეხება კალაძეს, ორი სიტყვა მასზე, მე ვფიქრობდი და ასეც იყო პრინციპში, მარტო ჩემი ფიქრი რა არაფერ შუაში აქვს, რომ კალაძე შესაძლოა ალბათ მაინც არ იქნებოდა დედაქალაქის მერობის კანდიდატი ამ ბანდის მიერ შერჩეული, იმიტომ და ასე შემდეგ. მაგრამ როგორც ჩანს, ბანდა ხელისუფლება მაინც მასზე აჩერებს ყურადღებას და ერთადერთი მიზეზის გამო ბიზინა მის არ გასწირა, კახა კალაძე არ გასწირა ბოლომდე და მას დაასახელებენ მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა ესეთი გაორებულ დამოკიდებულებას გვიტოვებენ თითქოს. ბიზინას კი იყო განიხილებოდა რომ მამუკა მდინარაძე ყოფილიყო, ან გიორგი ტყემალაძე ყოფილიყო დედაქალაქის მერობის კანდიდატი, მაგრამ როგორც ჩანს კახა კალაძე მაინც იქნება შერჩეული მათ მიერ და მით უარესი კახა კალაძისათვის, იმიტომ რომ ის როგორც მოქმედი თანამდებობის მოქმედი პირი სანქციებს ვერ ასწდება და ისტორიის მძიმე აი მაგალითად არის ირაკლი სესიაშვილი. ირაკლი სესიაშვილს არაფერი არ ემუქრება, ხო ხვდებით? ირაკლი სესიაშვილი ჯერ კიდე როდის წავიდა და პოლიტიკიდანაც და არც ვიცით, ხო, საერთოდ კვალი დაკარგულია მისი. ხო, საჯარო აღარ აქტიურობს და ბიზნესი უერთგულესი იყო, მაგრამ მან იგზნო მომენტუმი კი არა, მან მოინდომა მაშინ წასვლა, როცა ჯერ კიდევ არაფერი არ ემუქრებოდა ბიზნე ივანიშვილს. კალაძემ თუ სხვებმა ეს მომენტუმი ვერ იგრძნეს და როცა იგრძნეს, როცა წასვლა უნდათ შესაძლოთ, ხო? იქ უკვე წასვლის შესაძლებლობა ამ კოზანოსტრაში მათ არ აქვთ. ამიტომ კი კახა კალაძე იქნება მერობის კანდიდატი და მით უარესი მისთვის. კახა კალაძეობა ძალიან იოლია, მე გულახდილად გეტყვით, როცა საკუთარ სინდისზე ამბობ უარს, პრინციპებზე უარს ამბობ, თუმცა მეორე მხრივ მე ვცდები სად ჰქონდა კიოდეს მე კახა კალაძეს სინდისი ან პრინციპები ან რაღაცა იერარქია ფასეულობებისა თუ ღირებულებებისა, რასაკვირველია არ ჰქონდა. აი ამათმა კი საკუთარი თავი გამოჩორკნეს, მე ანდროს დედას ვილოცავ, მე და ბადების დღეს შვილისა, მეგობრისა და უშუალოდ ანდროს და კიდე სხვებსაც, უბრალოდ მე ამავისკლა სახელები და თუ შემოვხვდა, ეხა 30 წამში ამ შემთხვევაში კი გეტყვით, ხო?
ხო, არ ვიცი, აღარ ხვდება სიმართლე გითხრა, ამიტომ არ გითხრათ, ამიტომ არა აქვს ამას პრინციპული ნიშნულობა. და ბოლოს ვიტყვი ერთ რამეს და რატო ყვები ამას, რატო უნდა მეთქვა კიდევ ეს ყველაფერი. სატურინი როა ეს რუსი იმპერიალისტი საქართველოს მოწყვლად მდგომარეობაშია, რადგან რუსეთთან ვერ ახლოვდება, თუმცა სატურინი სხვა რამეც აქვს ნათქვამი, რომ დადგება ბოლო პერიოდში, რომ დადგება დრო და ახლოვდება დრო, როდესაც საქართველოს ღიად იტყვის ნატოზე და ევროკავშირში დასავლეთზე მთლიანად უარსო. ამაშიც არის თუ რაც შეეხება საქართველოს, გასაგებია საქართველოს არსებულ სიტუაციაში მოწყვლად მდგომარეობაშია, რადგან ერთი მხრივ არ შეუძლია რუსეთთან დაახლოება, ძველებურ გულთბილ დროში დაბრუნება, რადგან ჩვენ შორის არსებობს ისტორია, რომელიც დაკავშირებულია და მე უკვე და რა თქმა უნდა ჩვენ უნდა მოვახერხოთ და საქართველოს დავიახლოთო, საქართველოს უნდა მივიერთოთო, ამას ამბობს ეს კონსტანტინე სატურინი. ბიზნე ივანიშვილი და მისი ბანდა ამაზეა ორიენტირებული. ოღონდ მორალური გმირები დღევანდელი ანდროდი ჯინაზე და სხვები, მზია ამაღლობელი და სხვები, ონისე ცხადაძე და სხვები 55 ამის საშუალებას მათ არ აძლევენ და ამიტომ მადლობა უნდა გადაუხადოთ მათ ამ პატიმრებს. ნახვამდის.